ყველას საფეხბურთო სალამი და მეგიბრუნდებით. მორიგი ვიდეოთი, სადაც გავიგებთ თუ რა ამბებია ქართველი სპორტსმენების გარშემო. ქართველი ფეხბურთელების დაპირისპირება საფრანგეთში. ვინ გახდება ხვიჩა კვარაცხელიას პირველი მსხვერპლი პარი სენ-ჟერმენში და ორი ქართველი, რომელიც UFC-ს ტოპ 5-შია. ეს ისტორიული მოვლენაა, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდე. ბევრი სისტემატიურად უყურებთ ჩემს ვიდეოებს და იგებთ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას. ეს ყველაფერი გარკვეულ შრომასთანაა კავშირში, რომელიც ორი ღილაკის დაჭერით შეგიძლიათ დამიფასოთ. გამოიწერე არხი, რათა პირველმა გაიგოს სიახლეები და ასევე მოიწონე ვიდეო. ასე არხს ეხმარები განვითარებაში. მადლობა თუ ჩემი ეს ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი ვიდეოს დაუბრუნდეთ. ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო სპეციალისტმა და რომას ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინემ ხვიჩა კვარაცხელიას PSG-ში ტრანსფერსა და მის პოტენციურ შემცვლელზე ისაუბრა. არ მგონია, რომ მისმა წასვლამ სკუდეტოსთვის ბრძოლის ბალანსი დაარღვიოს. თუ ნაპოლი მას მზა პროფილით ჩაანაცვლებს, მაშინ გუნდი ამ მდგომარეობას გადაიტანს და ძლიერად დარჩება. კლუბმა ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. იმისთვის, რომ კლუბი კონკურენტუნარიანი დარჩეს, შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო. რამდენიმე სახელი წავიკითხე, რომელიც ნაპოლისთან არის დაკავშირებული. მათ კვარას შესაძლო შემცვლელად მოიაზრებენ, მაგრამ არ ამგონია, რომ ამ ვარიანტებიდან რომელიმე შესაფერისი კანდიდატი იყოს. ქართველის მემკვიდრეობის ჩაბარება არც თუ ისე მარტივი იქნება. ხვიჩა კვარაცხელია PSG-ში რამოდენიმე დღის წინ ნაპოლიდან გადავიდა. პარიზულ კლუბს მისი ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა. დიდი ალბათობით PSG-ში ხვიჩას დებიუტი 25 იანვარს რეიმსის წინააღმდეგ შედგება. კორიერე დელო სპორტის მტკიცებით ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს 20 წლის ალეხანდრო გარნაჩოს მანჩესტერისგან მალე შეიძენს. ნაპოლის მწვრთნელი ანტონიო კონტე ტელეფონით პირადად ესაუბრა გარნაჩოს. კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანაკი მანჩესტერის წარმომადგენლებს შეხვდება და ტრანსფერში 60 მილიონ ევროს შესთავაზებს. გარნაჩომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ტრანსფერმარკეტის მიხედვით მისი ფასი 50 მილიონია. ნაპოლი მზადა არგენტინელს 4+1 სისტემით ხელშეკრულება გაუფორმოს. ჩემი აზრით, გარნაჩო არ არის იმ დონის ფეხბურთელი, რომელიც შეძლებს და კვარაცხელიას ჩაანაცვლებს ნეაპოლში. დაწერეთ თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარებში. ფრანგული გამოცემა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენში გადასვლას ეხმაურება და წერს, რომ ხვიჩას ტრანსფერის პირველი მსხვერპლი მარკო ასენსიო იქნება. როგორც გამოცემა წერს, 70 მილიონ ევროდ ნაყიდი ქართველი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზელთა შეტევის ხაზის სხვა ფეხბურთელებიდან რომელიმე სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდება. როგორც ელ ჩირინგუიტოს ეთერში ჟურნალისტმა ედუარდო ინდამ განაცხადა, ასენსიოს აგენტი ჟორჟე მენდეში უკვე ეძებს ახალ გუნდს 29 წლის ესპანელისთვის. კვარაცხელიას მოსვლამ ასენსიო საქმე გაურთულა. PSG-მ მარკო ასენსიო ორ ესპანურ გუნდს, ბარსელონასა და ატლეტიკოს შესთავაზა. როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ში კვარას გარდა საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა გამორჩეული ფეხბურთელებიც თამაშობენ. ესენი არიან ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე. რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაუვალია მათი მატჩები. გარდაუვალია ის დაპირისპირება, რომელიც მოედანზე გველოდება. კარგია, რომ კონკურენცია იზრდება და ქართველი ფეხბურთელები სულ უფრო და უფრო იპყრობენ ევროპას. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით ამ ტრიოდან რომელი იქნება ყველაზე გამორჩეული და რომელი იქნება დომინანტი. ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ მატჩის წინ პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა პარიზელების ქართველ ახალწვეულს ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა. ყველა ვიცნობთ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში, მან აჩვენა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია და იდეალურად ჯდება ჩვენ სათამაშო სტილში. მას შეუძლია კარგად თამაში ცენტრში 9 ნომერზე, რაც სანაკრებო დონეზე ვნახეთ. ასე რომ ის უნივერსალი ფეხბურთელია, რომელსაც მეტოქის მოტყუება შეუძლია. კვარაცხელია კარგად ადაპტირდება ჩვენ სტილთან. ხვიჩა დაცვაშიც ძლიერია, ჩვენ კი გვჭირდება, რომ დაცვაშიც და შეტევაშიც 11-ვე ფეხბურთელი იყოს ჩართული. UFC 311-ის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საბრძოლო ორგანიზაციის Pound for Pound რეიტინგი განახლდა. ცვლილებები ქართველ მებრძოლსაც შეეხო და მერაბ დვალიშვილი დაწინაურდა. უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბამდე მანქანა UFC-ს საუკეთესო მებრძოლების სიაში მე-7 პოზიციას იკავებდა. განახლებულ რეიტინგში კი მე-5 ადგილზე გადავიდა. ამრიგად UFC-ს Pound for Pound რეიტინგის ტოპ 5-ში ორი ქართველი მებრძოლი იმყოფება. ილია თოფურია მე-4-ზე და მერაბ დვალიშვილი მე-5-ზე. მანქანამ ბელალ მუჰამედსა და დრიკუს დუპლესის გადაუსწრო. სხვა მხრივ კი ცვლილებები არ გვაქვს. პირველი კლავინდებურად ისლამ მახაჩევია, მეორეზე ჯონ ჯონსი იმყოფება. მესამე ადგილზე კი ალექს
ალექს პერეირას ვხედავთ. საინტერესოა, რომ მერაბთან წაგების შემდეგ უმარი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში დაქვეითდა და მესამე ადგილზეა. მას პიოტრ იანმა გადაასწრო. შეგახსენებთ, რომ მანქანამ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი ისტორიაში პირველად დაიცვა. 3-დან 2 მსაჯმა მერაბს 3 რაუნდი მისცა, ერთმა კი 4. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ ეს ინფორმაციები შენთვის სასარგებლო ან საინტერესო მაინც აღმოჩნდა, არ დაიზარო და მოიწონე ვიდეო. ჩვენი მიზანი კვლავ ინდებურად 2000 მოწონებაა. ასევე გამოიწერე არხი, რათა პირველმა გაიგო ყველაზე ცეცხლოვანი ინფორმაციები. მე კი ამით დაგემშვიდობებით და აბა, წარმატებები.